Yellow Swift on a strip, rim spin. Championship paint, make the lane shift. BMGO the show, got the Swift on deck. Sports spec, clutch, fifth gear wreck. Yellow body, black hood, quick kill. Steering wheel cut, tire smoke fill. Crowd lean in when the boost build. 0 to 60, trap light thrill. Yellow Swift on the strip, blim spin. Championship paint, make the lane shift. BMGO the show, got the Swift on deck. Sports spec, clutch, fifth gear wreck. Yellow body, black hood, quick kill. Steering wheel cut, tire smoke fill. Crowd lean in when the boost build. 0 to 60, trap light thrill. დღეს ყავს ნამდვილი იაპონური ავტომობილი test drive-ზე. ეს ავტომობილი ავირჩიეთ, იმიტომ რომ არის ძალიან მაგარი ავტომობილი. ძალიან მაგარი ავტომობილი არის. ზოგადად თბილისის პატარა ქუჩებისთვის ძალიან დინამიური ტიპი არის. ძალიან კარგი სამართავი არის. სიმართლე გითხრათ, ეხლა მე ეს ავტომობილი არ მიტარებია რაღაც ისე, ანუ სულ დღეს დავჯექი საერთოდ პირველად, დღეს ვატარე და ესე ქალაქში ძალიან მომეწონა, მართლა კარგი სამართავია, საკმაოდ კომფორტულია, მინდა აღვნიშნო, საკმაოდ კარგი კლირენსი აქვს, მაღლა დგას. პირველ რიგში მოდი ვიზუალი განვიხილოთ. ვიზუალურად ძალიან მომწონს, საკმაოდ სიმპათიური ტიპი არის, მინდა ვთქვა. სიმპათიურია თუ ლამაზია, ჯერჯერობით ვერ გავიგე, იმიტომ რომ არ ვიცი რა სქესისაა და როგორ წარმოაჩენს სერპანტინებზე თავის თავს, მაგრამ ნუ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ლამაზი ავტომობილი არის, ძალიან მაგარი ფერი აქვს. ძრავი, რომელიც არის 1 და 4, არის ტურბირებული და გამოიმუშავებს 140 ცხენის ძალას ხარხნულად და 210 ნიუტონს. და რაზე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო? აი, ყველაფერი არის ირგვლივ სუფთა. ყველაფერი არის ახალივით და აი ძალიან ბევრი ცენტრის ავტომობილი გადაგვიღია და აი როდესაც ცენტრის ავტომობილს ესე ავხდით ხოლმე და ჩავიხედებით ხოლმე შიგნით ზუსტად იგივე სიტუაცია არის აქაც. აი რატომ მიყვარს იაპონური ავტომობილები. დაბალი გარბენი, აი ესეთი სუფთა მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე. აი ჯერ რო ქართველი ხელოსანის ხელი არ შეხებია ისეთი ავტომობილია. Suzuki როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მაგარ მოტოციკლეტებს აწარმოებს და ზუსტად ამ ძრავზეც იმუშავა იმ განყოფილებამ, რომელიც მუშაობს ხოლმე Suzuki-s მოტოციკლეტებზე. საკმაოდ მაგარი ძრავის თავაკი აქვს, ეგრეთ წოდებული გალოვკა, რომელიც არის ძალიან მაგარი ნამუშევარი, ძალიან კარგი flow აქვს ამ გალოვკას და ამით საით მივდივარ, მაგასაც ახსნი, ანუ ეს 140 ცხენი ძალიან მარტივად შეიძლება გახდეს დაახლოებით სადღაც 240 ცხენამდე. 240 ცხენამდე ამ ავტომობილს არ სჭირდება ძრავში ჩარევები, ანუ ეგრეთ წოდებული კოვანი ნაწილები არ სჭირდება ძრავში, თავისუფლად იტანს ეს ძრავი 240 ცხენს და ნუ თუ უკვე 240 ცხენის ზემოთ გინდათ, მერე უკვე კოვანი ნაწილებიც უნდა წავახმაროთ. გადაცემათა კოლოფზეც ვისაუბროთ ორიოდე სიტყვით. გადაცემათა კოლოფი ამ შემთხვევაში არის ავტომატური, ძველი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, აი როგორც წარმოგიდგენიათ. ზუსტად ეგეთი გამძლე და ეგეთი არის, ოღონდ არის ძალიან ჩქარი. მექანიკა და ავტომატი რო შევადაროთ ერთმანეთს, ავტომატი ჯობნის მექანიკას. და ყველაზე მთავარი, ამ ავტომობილის წონა. ავტომატური გადაცემათა კოლოფით ეს ავტომობილი იწონის 990 კილოგრამს, ხოლო მექანიკური გადაცემათა კოლოფით იწონის 970 კილოგრამს. ეხლა რა განსხვავება არის თუ სპორტულობის კუთხით გავყვებით ამ ყველაფერს. მოკლედ, მექანიკური გადაცემათა კოლოფში შეგვიძლია თუ ამ ავტომობილს track day-ისთვის გამოვიყენებთ, ჩავაყენოთ ეგრეთ წოდებული ბლოკირება, თულების ბლოკირება, რომ მოსახვეებში ორივე საბურავმა იმუშაოს და არა მხოლოდ ერთმა. აი ეს ერთ საბურავი რო წრიპინებს ხოლმე. ეგეთ სიტუაცია რო არ გქონდეს. ავტომატურ კოლოფს ბლოკირება არ აქვს, მაგრამ ვიღაცა ტიპები რუსებზეა საუბარი. მოკლედ, რუსები ადგენენ, იმიტომ რომ რუსეთში ეს ავტომობილი ძალიან პოპულარულია. მივიდნენ ერთ-ერთ ქარხანაში და სპეციალურად ავტომატური გადაცემათა კოლოფისთვის ინჟინერებს დააპროექტებინეს ბლოკირება. ანუ რა გამოდის, რომ ბლოკირება ჩვენ შეგვიძლია ჩავაყენოთ ავტომატურ გადაცემათა კოლოფში და დაახლოებით 800 ლარამდე ჯდება ამ ავტომობილის ბლოკირებით აღჭურვა. იმისთვის რომ ორივე თვალმა მოსახვევში იმოძრაოს, ასე ვთქვათ, აი ყველაზე მარტივად ხსნი რა, არ მინდა რომ რაღაცებს ჩაუღრმავდე. არ დაგვავიწყდეს ისიც რომ ეს ძრავი არის ძალიან გამძლე. აი
საერთოდ არ გექნებათ ამ ძრავზე ისეთი პრობლემები, როგორც თანამედროვე ევროპულ ავტომობილებზე გვხვდება ხოლმე, ეგრეთ წოდებული ცეპის პრობლემა, ეგრეთ წოდებული ჟარგონულად ვიტყვი ბაშმაკის პრობლემა და მსგავსი რაღაცებს საერთოდ არ ახასიათებს ამ ავტომობილს. ანუ შეგიძლიათ ბუსტი მოუმატოთ, ტურბინის წნევა მოუმატოთ, სტეიჯი ჩაწეროთ და ძალიან ბედნიერებმა იაროთ, ზედმეტ პრობლემებს და თავის ტკივილს არ შეგიქმნით და არც ხელოსნებში მოგიწევთ სიარული. დაკიდების სისტემა უკან არის დამოუკიდებელი, წინაც რა თქმა უნდა დამოუკიდებელი. ამ ავტომობილზე აყენია ქარხნულადვე ეგრეთ წოდებული სპორტული ამორტიზატორები, რაც შეკუმშვაზეც და გაღებაზე მუშაობს. Monre ქვია ამ ბრენდს. ცოტა უცნობი ბრენდი არის ჩემთვის, ამიტომ ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით ამ ბრენდზე. აი რო გავატარებ და მივხვდები როგორ მუშაობს, მე უფრო აგიხსნით დეტალურად. ქალაქში მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კომფორტული სატარებელია და ასევე ყველაზე მაგარი რაც არის ამ ავტომობილში, რომ არის 4-კარიანი და უკან საკმაოდ დიდი ადგილი არის იმისთვის, რომ ან თქვენი შვილი ჩასვათ, ან თქვენი მეგობრები ჩასვათ. უკანა ნაწილსაც ორიოდე სიტყვით შევეხოთ, ასე ვთქვათ, და რა მომწონს ამ ავტომობილის უკანა ნაწილში ყველაზე მეტად. როგორც წესი, ქართველები ამ ტიპის ავტომობილებს რო ყიდულობენ ხოლმე, მათში იღვიძებს ხოლმე რაღაც დიზაინერული, არ ვიცი რა ქვია ამას და მიდიან ხოლმე და აი რაღაც კარბონში ამოწობილ, ამოვლებულ, აი ყველაფერს ერთად აყენებენ, აი 6 გამშვების სისტემა, რავი, აი ყველაფერი, აი საშინელებაა ხოლმე, მეზიზღება ხოლმე. Honda-ს რო ხედავ და აი ამ ხელამაყუჩი რო უყენია მეზიზღება. აი აქ არის, აი თვითონ ქარხნიდანვე არის ყველაფერი ძალიან ლამაზად და მართლა მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი კარბონი არ არის, ძალიან ლამაზია და უხდება რა. საბარგულიც ვნახოთ, რომელიც რა თქმა უნდა ავტომატურად არ იღება და ეს შენი ხელით უნდა გააღო. ნუ საბარგულში ხა რო გითხრათ, ორი ადამიანის, ასე ვთქვათ, ბარგი თავისუფლად ჩაეტევა, მაგრამ ეს ორი ადამიანი თუ ორივე გოგო იქნება ან ქალბატონი იქნება, აი მანდ უკვე შეიძლება ცოტა გაგვიჭირდეს აქ ორი ქალბატონის ბარგის ჩატევა, მაგრამ აი კაცების შემთხვევაში 1-4 ძმაკაცის ბარგი ჩაეტევა. რახან გამშვებ სისტემაზეც ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ძალიან ლამაზია, მოდი საქმეშიც ვნახოთ, როგორი ხმა აქვს. თავიდან ბოლომდე ქარხნული არის, კატალიზატორიდან დაწყებული, ყველაფერი ადგილზე აქვს. ძალიან მაგარი სავარძლები აქვს, ძალიან მომწონს. მოკლედ, ქარხნულად საკამაოდ დაბალანსებული ხმა აქვს, არც ძალიან დიდი ხმა აქვს და არც ძალიან პატარა ხმა აქვს. ანუ არც შეგაწუხებს და არც ის გექნება, რომ აი რაღაცა ხმის ნაკლებობა მაქვს და ელიავაზე უნდა წავიდე, რაღაცა გამშვები ვიყიდო. ეგ არ გექნება რა. კომენტარს გავაკეთებ დეშბორდზე და საჭეზე, რომელიც ძალიან მომწონს, ანუ მართლა კაი ტიპი არის. ნიანგის ტყავი არ გვაქვს და მაკაგონი არ გვაქვს, უბრალოდ პლასმასი არის, მაგრამ ტყავის შემცვლელით და პლასმასით რო ესეთ ლამაზ საჭეს ააწყობ, მაგასაც ნიჭი უნდა თან ხარისხიანი რო იქნება. ნუ ხარისხიანი იმ კუთხით რო არ იხევა და არ იცრიცება და რაღაცა სასწაული არ ემართება 150,000 კილომეტრი გარბენის შემდეგ. მინახავს მე ეს ავტომობილი 200,000-ზე და ზუსტად ისეთივე არის, როგორიც ეს, რომელსაც 113,000 კილომეტრი აქვს გარბენი. მულტიმედიაც შეცვლილი არის ამ ავტომობილში, Panasonic-ის ეგრეთ წოდებული მონიტორი აყენია, მაგნიტოფონი, როგორც ვეძახით ხოლმე. ძალიან კარგი ჟღერადობა აქვს, რა სხვა მეტი აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის. ეხლა წავიდეთ, ნახოთ საერთოდ რა შეუძლია ამ ავტომობილს, როგორ დადის, როგორ ემოციებს მოგვანიჭებს და გავერკვეთ იმაში, ღირს თუ არა საერთოდ ამ ავტომობილის ყიდვა და ღირს თუ არა ამ ავტომობილში იმ ფასის გადახდა, რაც ეს ავტომობილი ღირს. Yellow Swift on the strip, rim spin. Championship paint, make the lane shift. ავტომობილს ეთყობა, რომ არის ძალიან ჩატე, არის ძალიან კარგი სამართავი, ცოტა სქანაობს, მინდა ვთქვა და ეს იმიტომ, რომ ქარხნული დაკიდების სისტემაზე არის, ცოტა დიდ დისკებს დავაყენებდი, უფრო განიერ დისკებს, განიერი საბურავებით და ალბათ დაკიდების სისტემას შევცვლიდე. კარგი მოხრუჭები აქვს ძალიან, სავარძელში ვზივარ იდეალურად, არ ვქანაობ აქეთ-იქით. ამ ფასის სეგმენტში, რა ფასიც ეს ავტომობილი ღირს, ყოველდღიურად არის იდეალური ვარიანტი. კოლოფი ძალიან გრძნობიარე არის, კარგად რთავს, არა აქვს ჩაგდებები და დაგვიანებები. საერთო ჯამში მე ძალიან მომწონს. ხმები შემოდის, როგორც ყველა იაპონურ ავტომობილში,
ხმის იზოლაცია არ გვაქვს. საერთოდ ყველანაირი ხმა შემოდის. კენჭს რო გადაული, აი მაგის ხმაც შემოდის და მაგასაც გრძნობ. 360 ხედვა აქვს ამ ავტომობილს, მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ Suzuki-ა. ძალიან მაგარი ეკრანი არა აქვს და რაღაც სასწაულ გამოსახულებას არ გვაძლევს, მაგრამ ნორმალური არის. თანხმდებით იმაზეც უყველა, რომ ამ ავტომობილით ვერავის ვერ გააკვირვებ, ვერავში ვერ გამოიწვევ იმ შეგრძნებას, რომ აუ რა მაგარი ავტომობილით დადის და აი რა მაგარია და აი ნეტა რა გადაიხადა და რაღაც ჩვეულებრივი ავტომობილი არის, ვიზუალურადაც განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ეს ავტომობილი არის შექმნილი იმისთვის, რომ ქალაქში კომფორტულად იარო და შენთვის რაღაც პატარ-პატარა ემოციები მიიღო. ეს იქნება სერპანტინი, ეს იქნება, რა ვიცი, ტრეკი თუ ნებისმიერი სხვა არასაქალაქო გზა. როგორ შეიძლება რომ 1 და 4 ძრავი ესეთი სასიამოვნო იყოს, პროსტა ვერ ხვდები რა, ნაწვივარია და კიდე ცოტა მეშინია, მაგრამ აი არა, ნუ აი ძალიან ხარდია, აი უსხარტესი ავტომობილია. ძალიან მაგარია მართლა. აჩქარებაც ძალიან კარგი აქვს. წონის ხარჯზე ეს ყველაფერი არის წონის ხარჯზე. Suzuki-s იდეოლოგია და Lotus-ის იდეოლოგია ძალიან გავს ერთმანეთს. რაც შეიძლება მჩატე უნდა იყოს ავტომობილი და ფიცხი ძრავით. სასწაული მანქანაა ნამდვილად. აი რატომ მიყვარს იაპონური ავტომობილები და ვისურვებდი იმას, რომ იაპონიის ბაზრის ამბავი კიდევ ერთხელ გადაეხედათ ჩვენთან. და რაღაცნაირად ან გამარტივებულიყო, ან საბაჟო გადასახადი დაგვეწია. ან რაღაც მოგვეფიქრებინა, იმიტომ რომ იმსახურებენ ეს ავტომობილები საქართველოში ყოფნას თბილისის ქუჩებისთვის იდეალური ავტომობილები არიან. პატარები, ოქნილები და ასე თუ ისე ჩქარები.